მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ პაადა სპეშალ გეიმერი. ეს არის მეგობრებო, ზომბი აპოკალიფსის მეორე სეზონის მეორე სერია. ახლა კი ვიდეო. ესე იგი, ძმაო, რა სიტყვი კაი სოფელია, ხო? დაცვაც არის და გავესაუბროთ. რაღაც უნდა გკითხოთ. გამარჯობა. რა უნდა მკითხოთ? ეს სოფელი როგორ გადარჩა ამ ყველაფერში ძალიან საინტერესო არის. არა, ჩვენ ვიცავთ, გოლემები ვიცავთ, მაგრამ ჩვენ უკვე დავცოტავდით. ძალიან ცოტანი ვართ უკვე. ვა, ძმაო, შენ რა სიტყვი? აი, მიგვირს რა, მაგრამ საულ გოლემები საულ. ჩვენ აქამდე 20 ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე დაახლოებით 3 ვართ თუ 4. აღარ მახსოვს ზუსტად. და ესე ვიცავთ სოფელს. ყოველ ღამე შემოტევა არის. როგორც ყოველთვის თითო გოლემი კვდება. ძმაო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან სოფლელები, როგორც ჩანს. რა უნდა მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი ძმაოც. ვიქირავთ რამე, გამარჯობა. გამარჯობა. მე და ჩემი ძმა ვართ აქ მოსულები და აქ ეს სახლი რავი თქვენია? კი. და რო შევიდეთ და რო ვიქირავთ თუ შეიძლება. იქირავეთ, ემერალდი გადამიხადეთ. გაგრას ეხა არ მინდა ემერალდი და ემერალდს გადაიხდით 3 დღეში ერთხელ 5 ემერალდს. მაო, რავი, გვაწყობთ. კი. ვიცი რომ გაწყობთ, იმიტომ რომ კარგი ფასია. კარგი, გვაწყობს, კი, ჩემს მამაც თავი დამიქნია, ესე გვაწყობთ და წავართ აბანში რო შევალთ, ჩემს მამას საწყობს, მეც მაწყობს ერთი სიტყვით. არა უშავს, ძმაო, პატარა სახლია, მაგრამ მთავარია ძმაო სახლი ქვია. და სახლია მთავარი ეგ არის. ის დავიძინე ხოლმე, არა პრობლემა შენ დაიძინე. არა, ძმაო, შენ დაიძინე, კაცო. შენ დაიძინე. რავი, მაშინ რიგრიგობით დავიძინო. დავიძინე ხოლმე მე ხოლმე. მოდი ძმაო, ცოტა ხანი გავიდეთ აბა ერთი გარეთ და რა ხდება. ისე აქ რაღაც თივები არის და მოდი აბა ერთი გადავხედოთ თივებს რა ხდება. ჩემი თივებია. იმიტომ გითხარი ეს თივებია, ჩემი მეთქი მეშინია რომ არ მოგეპარა, იმიტომ რომ ვიღაცა კაცი მოვიდა და აიღო. რაღაცები უნდა დავკიდო, გული უნდა ვიშოვა და მოპარა. და მაგიტომ მეშინია კიდე თქვენც არ მოპაროთ. რა შეშინებულია. დადი ხარ ეგრე. საეჭვოდ ნუ იქცევი, თუ შეიძლება. არა, საერთოდ არ ვიქცევი. რაღაცა ვერ მიხდი ხა შენ, მე მივხვდი უკვე რა ხდება. კაცი ჭამია გამოიქცა მგონი და თივები მოპარა კაცი ჭამია მე ასე ვიქნა. ავინქებო. მართალი ხარ ძმაო, იმიტომ რომ იმ დღეში გვამები ხოლაგა და ალბათ მაგის მოწყობილია ეგ ყველაფერი. მოდი ძმაო, აქ რაღაც რადიო არის და შევიტანოთ ჩუმად სახლში, იმიტომ რომ ამათმა არიციან და ჩუმად ავიღებ. და მოусმინოთ? ხო. რამე ჩაიწერე. ხო, საინტერესოა რამე თუ იქნება. რადიო დავდგი და მოდი ჩავრთოთ. გამარჯობა. მე ვარ ნიკა და მე თქვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ამბებს. ზომბები მომრავლდნენ. ხოლო ვისაც იარაღი გაქვთ. იარაღის მარაგი იწურება, ტყუებით იწურება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის მთელი მსოფლიო. ამიტომ გაუფრთხილდით ტყუებს. ან კიდე თუ თქვენ გაიცვლით იარაღს, ეგ იცოდეთ რომ დაახლოებით 50 მეტრზე ზომბი მოვა. აიმე, ზომბები შემოვიდნენ. დამეხმარეთ, ვინმე დამეხმარეთ. რა ხდება ძმაო? რა ილაპარაკეს აქ? ზომბი შეუვარდა აშკარად. რა სიტყვი ძმაო? ერთი რამ მივხვდი რომ კაი არაფერი არ ხდება. ძმაო, დღეს ესე იგი, რავი, დღეს მოდი მე დავწები ლოგინზე ბოდიში მოხდეთ. არა უშავს ძმაო, არაა პრობლემა. დავწები. აიძინე ძმაო, დაისვენე. გარეთ გავედი და რა ხდება? ზომბები არიან. ვაიმე.
ზომბები არიან, ვაიმე, თან მშია, გულიც მაგიტო დამაკლდა, ალბათ, რომ მშია. ჩემს ძმას მე არ გავაღვიძებ. ჩემს ძმას უნდა ეძინოს, ძალიან დაღლილია, არ შევაწუხებ, მაგრამ კარებზე რამეს კი დაუდებ იდეაში. მოდი ერთ მიწას დაუდებ კარებზე, რომ ცოტა უსაფრთხოდ რომ იყოს. ვაიმე არა! ვაიმე დროზე უნდა გადავარჩინო სოფლელები. ეს ხალი რატო გამიტყდა? ასე მალე იდეაში ხის ხმალი არის და არც გამიკვირდება. ვაიმე არა! იქ ზომბი არის, მალე მოკლა. დამეხმარეთ. მოკვდი, განადგურდი. ვაიმე! დავინამანებე, ვაიმე არა! ვაიმე! აქია თავი დაანებე. ვილეჯერის დაწვა აქ, ძალიან კაი. მადლობა კიდევ ერთხელ. თარბო მეხევა, მაგიტო დავწექი. არა უშავს. ვაიმე, რაც მდგომარეობაშია ეს სოფელი, ვაიმე. მალე გავნადგურდები. ვაიმე, რა განადგურებულები არიან. გოლემებიც უკვე ასე თუ ისე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა სოფელში. მოვედი აქ რაღაც ხმები გავიგონე. ვაიმე, დედა ჩემი მომიკლა არა. რა ხდება ბავშვ ზომბი არის? ვაიმე! მოდი აქ შენ ბავშველი როგორ დააკარე შენ ბავშველი? როგორ გაბედე სამ სოფელში როგორ გაბედი ამის გაკეთება? მე ჯერ ამას აღარ გააკეთებ, მორჩა შენ უკვე გაგანადგურებ მაგის გამო. მადლობა. არაფრის. აქ კიდე არიან ნეტა? არიან აქაც აგე. არა, ძალიან რთულია მათი არბალეტით მოკლა. განადგურდი. გაგანადგურებ. განადგურებ, ზედმეტები მოგივიდა შენ უკვე. თან ძალიან ზედმეტები. გავანადგურე. აქ განადგურეს ალბათ. მაგიტო იყვნენ შესულები. განადგურდე შენს უნდა განადგურდე. ეს უკვე ზომბი სოფლელი არის. განადგურდი. მოდი განადგურდი, ეგრე გავანადგურე. სოფელი ძალიან სულ მდგომარეობაშია. მე წავალ ჩემ ძმასთან და დავხედავ. გაიღვიძა თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ. ესე იგი, მეგობრებო, ეს იყო ზომბი აპოკალიფსის მეორე სეზონის მეორე სერია. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.